ჩვენ ახლა მივდივართ გამოქვაბულში, რომელსაც ეწოდება დევის ხვრელი. ახლა მივდივართ მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გამოქვაბულში, რომელსაც ეწოდება დევის ხვრელი. დევის ხვრელი მდებარეობს ზღვის დონიდან არც ისე მაღლა 340 მეტრზე. შევდექით ბილიქს, რომელიც არის დაბურულ ტყეში, თითქმის გაუვალი, მაგრამ არც ისე ძალიან რთული რომ ვერ გაიარო. აქ არის ერთი კარგი ცივი წყარო, ყავის წყაროს ეძახიან თორცე. არის უამრავი ჩინჭრები და ბურთები. დევის ხვრელისკენ მიმავალ გზაზე გულის გასაგრილებლად ყოველთვის აღჭერდება. ეს არის დევის ხვრელთან ახლოს მდებარე მცირე გამოქვაბული, რომლის ფსკერზე დგას კამკამა და სუფთა წყალი. სწორედ ამ ადგილს ჰქვია ყვავის წყარო. ამ სახელთან დაკავშირებით რაიმე ლეგენდაც იარსება, თუმცა მისი მოძიება ვერ მოვახერხე. თუ ვინმე მიცის ამ სახელწოდების წარმოშობის შესახებ, დაწერეთ კომენტარში. ყვავის წყაროსთან. ახლა უნდა შევუყვეთ ბილიქს დევის ხვრელისკენ, ცოტა შევისვენებთ და იქ შევხვდებით. ბილიკი არის საშუალო სიკვდილი. თავიდან ის კარგად იწყება, აილი ადგილას ადამიანთა ბოლოში ცოტა და მაგ ბოლო აღმოჩენას შევუყვეთ. დევის ხვრელამდე ასასვლელი ბილიკი საშუალო სირთულისაა. არის გზად მონიშნული. რეკომენდირებულია გრძელი შავლით სიარული. გამოგადგებათ ხელჯოხი ჩინჩრებისგან მის გასასუფთავებლად. თქვენს წინაშეა კარსტული მღვიმე-ნამოსახლარი დევის ხვრელი. დევებს ფიჩხი მოუმარაგებიათ. გამოქვაბულის კედლებზე ნახავთ სხვადასხვა დროს დაწერილ არაერთ წარწერას. სახელები კირქმევიათ ქართული და თანამედროვე ამ დევებს.
სანამ დევის ცხვრელის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ, გავიხსენოთ ნაწყვეტი ხარაგაულელი რეჟისორის გივი ვებხვაძის ფილმიდან მახსოვს ხარაგაული. ხანდების კლდეში ორი საოცარი გამოქვაბულია. აქაურები დევის ცხვრელს რომ ეძახიან. აქ ქვის ხანის ადამიანთა სადგომი ყოფილა. ესე იგი, პირველ ქართველებს სწორედ აქედან გამოუდევნიათ დევები, რომლებიც მდინარე ჩხერიმელას ნაპირზე გადაპარკებულა. საშუალო სირთულის ბილიკით ამოვედით დევის ცხვრელში. ამოვედით დევის ცხვრელში ამ ძალიან საინტერესო ადგილას. ვისურვებდი, რომ ეს ადგილი უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდეს ტურისტებისთვის და მათ უფრო მეტად შეიცნონ აქაური ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესო ფაქტებს გვიყვება. როგორც ვიცით, მეცნიერმა გიორგი ნიორაძემ მოახდინა ექსპედიცია 1926 წელს და 5 წლის მანძილზე 31 წლამდე რამოდენიმე ექსპედიცია იყო. საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ნახავ და დარწმუნებული ვარ. ბატონო, საკმაოდ საინტერესო ფაქტები აღმოაჩინა და დაადასტურა, რომ ეს მღვიმე განეკუთვნება ადამიანის ნამოსახლარს და მიაკუთვნა ზედაპალეოლითის ხანას, ქვის ხანას, რადგან აქ აღმოჩნდა სხვა სახის ქვის იარაღები, რომლითაც მაშინდელი ადამიანები ირჩენდნენ თავს და ეწეოდნენ სხვა საქმიანობას. ამ ნაშრომის მიხედვით აქ ხალხი კოლექტიურად ცხოვრობდა და ნადირობით ირჩენდნენ თავს. ნადირობით ირჩენდნენ თავს. შესაძლოა ეს აღმოჩენილი. შეგროვებით კენკროვანს და სხვა მცენარეებსაც მიირთმევდნენ, მაგრამ ის ძვლები, რომლებიც აქ აღმოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ნადირობით ირჩენდნენ თავს. იარაღებია ნაპოვნი. იარაღებია ნაპოვნი, ქვის იარაღები, როგორც კაჟის, ასევე ოფსიდიანის იარაღები, ეს არის საფხეკები, საჭრისები, სახურეტები და სხვა საინტერესო იარაღები, რომლებიც სხვადასხვა ინახება ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, ასევე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ნებისმიერ დაინტერესებულებს, მათ შორის ხარაგაულისაც შეუძლია დაათვალიეროს. მე არ ვარ ნამყოფ ჯანაშიას მუზეუმში და სხვადასხვა ამის შემდეგ პირდაპირ იქნა წავიდა. ხარაგაულის მუზეუმში მაქვს ნანახი ეს ყველაფერი, მაგრამ ჯანაშიას მუზეუმში დაცული დევის ცხვრელის არტეფაქტები არ მაქვს ნანახიაც. მინდა რომ ეს საკმაოდ საინტერესო იქნება იმის წარმოდგენა, აქ როგორ ცხოვრობდა ადამიანი, ბავშვები როგორ იზრდებოდნენ აქ, ქალები როგორ ცხოვრობდნენ. ამაზე ბევრი მიფიქრია ხოლმე და ახლა როცა ვეხები იმ არქეოლოგიურ ფაქტებს და არქეოლოგიურ ადგილს, მართლა საინტერესო არის, როგორი იყო აქ, რავი, რამდენი საუკუნის წინ ცხოვრება. დაახლოებით 25 ჩვენ წელთაღრიცხვამდე 35000 წლით თარიღდება ზედაპალეოლითის ხანა და მოდის 10 წლეული აქეთ უკუღმა მოდიოდა იქიდან დრო და აქ ნაპოვნია მურადათვის ყბის ძვალი და ასევე კბილი. და ამ კბილზე არის ნაჭდები, თითქოს ეს იყო ხელოვნურად გახვრეტილი. და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იყო ან რაიმე ტოტემი, რომელიც ჩამოკიდებული იყო რაღაც ადგილზე და შეიძლება დათვის კულტიც იყო, შესაძლოა იყო მონადირეს, რომელიმე ვინც დაამარცხა ეს დათვი თქვა, მოკლეს მონადირეთა ჯგუფმა, შესაძლოა გულზე იყო ჩამოკიდებული. ხო, რა ვიცი, ესეც ძალიან საინტერესო. რატომ ქვია დევის ცხვრელი? ამაზე ალბათ გიფიქრიათ. ჩემი აზრით, იგივე აქ დევები ცხოვრობდნენ ნამდვილად. დევები ცხოვრობდნენ, რომლებიც მერე წავიდნენ და ალბათ მერე მოწყიდათ აქ მარტო ყოფნა და წავიდნენ ქვემოთ დასხდნენ, სადაც იყო ყველა გავნება. რატომღაც მერე გაქვავდნენ და ეხლა გაქვავებულებიზია. ეგ ჩვენ ვხედავთ გაქვავებულს, თორე ეგენი ღამე მე მგონი იღუწებენ და მიდიმოდიან. ამის შემდეგ აუცილებლად განახებთ დევების ქანდაკებას. ახლა ჩვენ დავეშვებით მდინარე ჩხერიმელას ხეობისკენ, სხვა შორის ზღვის დონიდან 340 მეტრზე ვიმყოფებით. აქ ისე მაღლა ძალიან ესეთი მისტიკური ადგილია. შესაძლებელია აქ ბევრი საინტერესო ექსპედიციის მოწყობა. აქ ბილიკი არც ისე რთულია, არის მარკირებული, თუმცა რაღაც ცოტა გზიდან არ ჩანს დევის ცხვრელი. რამოდენიმე ხის მოჭრით შესაძლებელია რომ გამოჩნდეს გზიდან ტურისტის მოიმატებს და უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება დევის ცხვრელით და მისი ისტორიით. ასევე ჩვენი თხოვნაა რომ ასეთ ადგილებში, არა, საერთოდ არ სად, მაგრამ ასეთ ადგილებში მაინც ნდატოვებთ ნაგავს. ამოვედით და სავსე დაგხვდა ბოთლებით პოლიეთილენის ბოთლებით და ჩვენ ჩავალაგეთ ყველა ადგილიდან ესე მიგვაქვს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ამას ვერ შეძლებს და ვერ გაასუფთავებს ბუნებას. ჯობია არ დააბინძურო. ჯობია რომ არ დაყაროთ ნაგავი არასდროს არსად. მხოლოდ ნაგვის ურნებში. წერია რომ დევის ცხვრელის შესასვლელის სიგანი არის 5 მეტრი და სიმაღლე 4 მეტრი, თუმცა ეხლა მე როგორც ვაკვირდები მარიკა. დაახლოებით 4 ნაბიჯია, მეტრიანი საზომი არ მაქვს წამოღებული, თუმცა დაახლოებით 4 ნაბიჯია. მე მეტრა 60 დაახლოებით 3 მეტრი, 3 მეტრა ნახევარი თუ იქნება და სიმაღლეც
არ აცდება, მე მგონი 3 მეტრს. საკმაოდ დაზიანებულია, აი აქ ქვები ერთი ჩამოვარდნილია, კიდევ რამოდენიმე ქვა, ასე ვთქვათ, გვერდები გამოცილია და რა შესაძლებელია. არა, ესე საშიში მაინც როდისმე ჩამოვარდეს. საინტერესოა, რომ იქეთ არის მეორე დარბაზი, 40 მეტრის სიღრმის არის ეს მღვიმე. შედიხარ დაახლოებით 10-15 მეტრზე, ბოლოში ესე ვიწროვდება, მერი არის ძალიან ვიწრო ყელი და იმის იქეთ არის კიდევ ერთი ცოტა მოზრდილი დარბაზი, სამწუხაროდ მე არა მაქვს ისეთნაირი გამბედაობა, რომ იქ შევიდე ცოტა დახურული სივრცე არ სიამოვნებს. მე მაგ ვიწრო ყელამდეც ვერ მივედი და ანუ ჩანს ეგ ვიწრო ყელი აქ ეხლა. კი, ჩანს. იმის იქით რა ჩანს? იმის იქით კიდევ ერთი დარბაზი ჩანს, რომელიც შიც ადამიანი წელში გაიმართება და ამბობენ, რომ სარგვეში თუ ხორიჩი აქვს დასასრული ამ მღვიმეს, რაც არ ვიცი, რამდენად დასაჯერებელია. ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ კიდე. ახლა აქ ჩვენ მეორედ ამოვედით, რადგან წინაზე ზოგიერთ დაავიწყდა დრონის ჩართვა. დრონი ჩავთვალე, მაგრამ ვიდეო არ ჩაიწერა, ამიტომ ამოვედით მეორედ ამ ვიდეოს გადასაღებად. გთხოვთ დაგვიფასეთ ეს შრომა, დააჭირეთ გამოწერის ღილაკს ხელი და მოიწონეთ ჩვენი ვიდეოები. გამოიწერეთ ჩვენი არხი იმისთვის, რომ მოგვეცეს სტიმული, უფრო მეტად ვიმოგზაუროთ და უფრო მეტი კონტენტი შევქმნათ, როგორც ხარაგაულიზე, ასევე სხვა საქართველოს სხვა კუთხეებზე. მოდით, დავამთავროთ აქ გადაღება და წავიდეთ ახლა დევის ველოდებიან. ეს არის დევისხელიდან წარმოებული ნაგავი, წავალ ახლა დამახსოვრდეთ კონტეინერში. ძალიან ხოთ არ დაანავიანოთ ბუნება. მოვედით დევებთან. დევები ხარაგაულის სავიზიტო ბარათია. ხარაგაულის შემოსასვლელში დგას ეს ქანდაკებები. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ხარაგაულში, ერთი სურათი აუცილებლად აქვს დევებთან. ეს საქმეც გამოსასწორებელი. არაერთი სურათი დევების ქანდაკებები თემატურად ერწყმიან დევის ხვრელს. სწორედ ლეგენდის თანახმად, სწორედ იქიდან ჩამოვიდნენ და ადრე თურმე იქ ცხოვრობდნენ. კი ბატონო, სწორედ იქიდან ჩამოვიდნენ და იმის შემდეგ ჩხერიმილის ნაპირზე ზიან და გამრელს აკვირდებიან. მიყურებელს მინდა უთხრა, რომ დევების ქანდაკებები გაკეთდა 1982 წელს. ქანდაკებების ავტორია გია კიკნაძე და დემური თხელიძე, ხოლო არქიტექტორები იყვნენ ნოდარი ჭანკოტაძე და ბადრი ლეჟავა. ეს ქანდაკებები რამოდენიმეჯერ რეაბილიტირდა. პირველი რეაბილიტაცია მოხდა 2012 წელს, ხოლო მეორე რეაბილიტაცია 2022 წელს. პირველი რეაბილიტაციის შემდეგ დაემატა მესამე დევის ქანდაკება, პატარა დევი, რომელიც ასე ზემოთ არის შემომჯდარი და იქიდან გადმოცქერის აქვეა წყარო. დევების ქანდაკება ძალიან ბევრი ლეგენდა და ლექსი უკავშირდება. აი თუ იცი შენ მარიკა ესენი რეებია, ეს ორი ქვა რაც წარმოადგენს. მე ვიცი ეს კოჭები რაც არის, მაგრამ თუ გინდა მოდი მაყურებელსაც. კი ბატონო, შენ სწორად თავის ეს არის კოჭი, რომელიც იყო ძველი თამაში და თუ როგორი თამაში ეს, კარგად არის შემორჩენილი მხატვრულ ფილმში ცისკარა. მხატვრულ ფილმში ცისკარა, სადაც კუდიან დედაბერი ცისკარას ეთამაშება ბადრის სულის სანაცვლოდ კოჭს აგორებს და მან ეს კოჭები ზუსტად ერთ მხარეზე უნდა დააჯინოს იმისათვის, რომ გაიმარჯვოს და იქ გვახსოვს ცისკარას ჯადოსნური ქვა აქვს, რომლის პატრონიც ყველაფერში გამარჯვებულია, შესაბამისად კუდიან დედაბერს მოუგებს ბადრის სულს და კუდიან დედაბერი ბადრის გააცოცხლებს. ფაშოს რამოდენიმე იყო, მაგრამ ზეჯერობით უფრო ბევრი იყო, მაგრამ ეს ორია შემორჩენილი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ლეგენდაა შემორჩენილი დევის ხვრელზე, ასევე სასაცილო ამბავი და ლექსებით შემორჩენილი. ხანდებში რომ დევებია, თავი თავზე მიუდვიათ. დააკვირდით, ხომ არ ჰგვანან ბრუსკიას და ზიგმუნდიას. ამ პატარა ლექსიდანაც ჩანს, რომ ხარაგაულელებს იუმორის გრძნობა არ ღალატურთ. ნასვამ კაცს ეძინა დევებთან. გამოიერე ადამიანმა დილით და გამარჯობა დევებო დაუძახა.
ამნას ამაკაცმა გოგი მორჯოსო აქედან დაუძახან. ნუ იმ კაც შეეშინდა რა თქმა უნდა ეკონა რომ დევები ესწავლება. გივი საბოლოო ჯამში თავგადასავლების მოყვარული ადამიანისთვის ხარაგაული საკმაოდ საინტერესო ადგილია. კი, გეთანხმები. დევის ხვრელი, რომელიც ჯერჯერობით კიდევ აღმოუჩენელი ადგილია ბევრი თავგადასავლების მოყვარულისთვის, რომელსაც ებმის შესანიშნავი ხანდების კანიონი, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი საშეკრულას კანიონი, რომელიც მართლაც რომ შესანიშნავი ბუნების წიაღია და შემდგომ დევების ქანდაკებები, რაც ალბათ ყველა ხარაგაულელისთვის საამაყო ადგილია და საინტერესო ადგილია, თავის ზღაპრული გარემოთ მართლა რომ შემოდიხარ, პატარა ბავშვი შეიძლება იგრძნო თავი ამ ბარელიეფების და ამ თვითონ ქანდაკებების შემხედვარე. ასე რომ მეგობრებო, იმოგზაურეთ ხარაგაულში. იმოგზაურეთ ხარაგაულში, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენი სურვილია რომ ხარაგაული იყოს პოპულარული და ეს ადგილი ყველა მომსვლელს სულღიათ მასპინძლობდეს, უყვარდეთ ეს ადგილი. ნამდვილად საკმაოდ პოტენციალი აქვს ხარაგაულს. მე ვისურვებდი რომ იგეგმებოდეს ტურები არა მხოლოდ საჩხერი ჭიათულის მიმართულებით, რაც ერთადერთი ცნობილი ტურია იმერეთში, ტურკომპანიებისთვის დაემატოს ხარაგაულის მიმართულებაც, რადგან აქაც არის ისეთი საინტერესო ადგილები, რისი მონახულება ძალიან ბევრ ქართველს დააინტერესებს, მით უმეტეს რომ ეს ადგილები ნაკლებად ცნობილია და უფრო შეიძლება ინტერესი მეტი იყოს, თუ მეტი ჩართულობა და აქტიურობა ექნება ამ მხრივ. დევის ხვრელი საქართველოს ტერიტორიაზე შესწავლილი კულტურული ძეგლებიდან ერთ-ერთია, რომელიც განეკუთვნება ზედა პალეოლითის ხანას. პალეოლითი ძველი ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდია. ამ დროის კლიმატური პირობები, მცენარეები და ცხოველები მკვეთრად განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. მაშინდელი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვის ცული, ხისა და ძვლის იარაღი, მისდევდნენ შემგროვებლობას, ნადირობას და თევზჭერას. გიორგი ნიორაძის მიერ დევის ხვრელის შესწავლამ დასაბამი მისცა საქართველოს ქვის ხანის ძეგლების არქეოლოგიურ გათხრებს. სულ საქართველოში მარტო პალეოლითური ეპოქის 400-ზე მეტი ძეგლია აღმოჩენილი და შესწავლილი. დევის ხვრელი არა მარტო ხარაგაულისთვისაა მნიშვნელოვანი. ლეგენდა დევის ხვრელსა და დევებზე არაერთ მაძიებელს და მოგზაურს დააინტერესებს. თუ ეს ფილმი მცირედით მაინც დაეხმარება ხარაგაულის პოპულარიზაციას, ჩვენ მისიას შესრულებულად ჩავთვლით. მომავალ შეხვედრამდე. ყველა მოიწონეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარი. ამ ზაფხულის გრილ დღეს 7 საათზე რომ ადგებიდან მეუღლის წაყვები ლაშქრო